ჭამის დროს რა უბედურებაა ვიდეოს გადაღება ვერ გავიგე. ადეკვატურობა შეგრჩათ ვაფშე. ხაც უყურე? ხაც უყურებს არ ვჭერა. ხოდა ეგ ერთი მერე აუ მეზიზღები ბაბი. მოგესალმებით, მე ვარ და ჩიგიბრდებით მორიგი ვიდეოთი, ბარბარეა ჩემთან ერთად. დღეს ჩვენ გვექნება TikTok რეაქცია. და დიდი ხანია TikTok რეაქცია არ გადამიღე, ამიტომ დაალაიქეთ, ან ბარბარესთან ერთად ვიღებ. დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, ზარიზღლაკი გააქტიურეთ, კომენტარებშიც რამე დაწერეთ. ჩვენი ახალი მეგობარი უნდა გაგაცნოთ. ეს არის crispy, ეს არის ჩიფსები, მეგობრებო, რომლებიც არის აი უგემრიელესი. ზოგადად მე ჩიფსების მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეს არის ქართული წარმოების ჩიფსი, რომელიც ისე მომეწონა, რომ ანუ არ მჯეროდა მეთქი რანაირად. დღეს ასევე ამ ჩიფსებს ვაგემოვნებთ პარალელურად რეაქციასთან ერთად და გეტყვით როგორია, ანუ მე კი ვიცი როგორია, მაგრამ გემრიელია რა. ანუ მართლა ჩემი საყვარელი ჩიფსია, ყველა არის აი ესეთ შეფუთვაში. და მალე დაემატება ეს შეფუთვაც გაიყიდება მაღაზიებში. და ასევე გამოძახება შეგიძლიათ მეგობრებო ამ ჩიფსების კიდევ რო იცოდეთ. და კარგი შევჭამოთ, ხო? ანუ იმენა თუ გშია, უცბად გინდა შეჭამო. რაღაცა და რამე მძიმეს ვერ მოერევი. ეს დაითრიეთ რა. მართლა ვიძახი, გაგისწორდებათ იმენა დაგანაკლებს. ანუ ისეთი შემადგენლობა აქვს. რაღაც ზეთში შემწვარი და რაღაცა ის არ გეგონოთ იმენა ჯანსაღი პროდუქტია რა. არა, ამასთანავე გემრიელია. ჯანსაღი რო არის, არ გეგონოთ რომ უგემურია იმენა რა. მომწონს გულით მთელი ვიდეო ეს უნდა ვჭამო, კაროჩე. თუ გაგისწორდებათ მეგობრებო, ესეთი ჩიფსი იყოს ჩემი ედიშენი თუ რაღაცა. ანუ ჩემი ჩიფსიც რო გაიჩითოს, crispy-ის, ასე რო ვთქვათ. უეჭველი შევუკვეთეთ ეს ჩიფსი და გასინჯეთ რა. იმენა რავი არინანებთ და მე ისე დამეხმარებით რომ რავი და არა მარტო მე ვაფშე ქართულ წარმოებებას დავეხმარებით იმით რომ ჩიფს შეიძენთ რა. აღწერაში შეგიძლიათ გადახვიდეთ და იყიდოთ ეს ჩიფსი, შეუკვეთოთ Glovo Volt-ი რავი ყველაფერზეა და კიდევ ერთხელ crispy საუკეთესო ჩიფსი რა. წავიდა აბა ხარ რეაქციის ხოძე? წავედი. როცა დედამის ტალკავდი და შემთხვევით ფოტო დაალაი. კაროჩე ხვალე შუა დღისთვის ესე სამისთვის ამოხვალდა აქ დახვდები და დამმარხავ. კაროჩე ხვალე შუა ეჩი ხო? მოხსნია ესეთი რამ. აბში არც დაგისტალკავს ხო არავინ უეჭა იმენამჯერ. ყო ძმაკაცთან ვალი გაქოცილარი და ტვინს გიტყნავს დამივრუნეო. თომა თუ დაგბლოკე აღარ გექნება ჩემთან. თომაიო, ნახუია. ნახუია კე. იო. ოცილარი ვალი რო გაკდა მაინც ესეთ ხუთხზე რო ხარ ნახუია კე და ნოასწორებს მაგ. ხელი სტაბილო მაგ მოვაღარო ორეგანო. შეში კაცობას ვერ ხედავ ხო და მომეკალო აღარ ვიბეწავებო და დუხზე მოეძა. ილო ბერო შულთალი ტირა და გულზე მოეშვა. ეს ბეთლი ნახე TikTok-ზე ხო? ვაფშე ყველა ბეთლი ნანახი მაქვს რა. და მოსკასგან ესეთ გამოსვლას არ ველოდი. ანუ პირველ სეზონში ძალიან არ მომეწონა მოსკასი მომეწონა, მარტო არ ვარ ბადმა. მარტო ეგრაუნდი მომწონდა მოსკასი აქამდე. აქ ძალიან დახვეწილია იმენა დავარცხნილი ვერსები და პერფორმანსი და ყველაფერი. გამიკვირდა კაროჩე მოსკასგან ამას არ ველოდი, რესპექტ და დაჟე მეგონა რომ მოუგებდა რაღაც მომენტში მეც, მაგრამ ბანი ძალიან კლასნია. And bro when we met. მოიხადოს მაგნა ბიჭო არ მაგ ეს მიშე. Yo. Նա ბიჭო არის, გამოეთესე ბიჭო გარე, նա ბიჭო არის განახე. იქით მე მუქრე, ვიშე თესლო კიდე სადახარ ვიქარი, აბა. ვენ გაგვიმარჯვას? ამაში არიგა? ამაში არიგა, უეჭვე. არ ვიცი, ალბათ ბევრს ყავთ ესე გაცნობილი ძმაკაცი ხა, რავი, აქ ძალიან ზედმეტებს ვაზრობენ, მაგრამ ყველა ძმაკაცი ფურუ. ტიპს რანაირად აწერიან ახი, სამართლიანი პიროვნები. ამ ხელასოებით რანაირად აწერიან. თუ кай საქმეზე მიდიხართ მეც წამიყვანეთ რა. ამე ის არის? რა გნება? არა, თუ ექსკურსია რა. აიდან გაიჭა. ექსკურსია არა. ეს ტიპი ამათэр. პოლიციელია. რა ექსკურსია? მე მეგონა რა ექსკურსიაო გაგი. იტირებს, მას 3 მინუტი ლამყავს და არც ეთი არა, ჩემთვის დავა რა იქნება, მადედავრად. წყალში რო ჩაგდეს მის მერე არ უნდა ხიხარ არც. ანუ გადაობა რა არის, იცი რაღაცა ბავშვობის ფოტო უდევს ნოუთს ნათლიებთან ერთად რაღაცა. მამა ფლექსის ტრეკი უნდა. აუ ეს უნდა ვითხრა ის რა. ეს რაღაც გადაობა და ატაკა კისე. Are you good? we could take a minute. Yeah, I mean I would too. Honestly, I would too. I don't blame you. ამას ვითამაშებდი რა გადაობა იქნება. პროსტა როგორ აკონტროლებს ეს ვაფშე აზია რომ ნახე რანაირად მოძრაობს კი. ეს როგორ უნდა ითამაშო? ეს იმენა ჩერია რა. ხო მაგარი კარგი თხარი. bla 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 bla. დიდი ჩერი გაიჭი. გული ვატალი განგუ. ლინგანგული ლინგანგული. კითხავი არ მქონდა ნანახი გადმოვედი შენს გვერდენაი მაგარი ლეხი აუ მე აქედან პირადად დავაკამბექებდი ბრატ მაგრამ შენი არ ვიცი let me ცხად ვინ არ გავასებად ჟამათქვენ რატომ ჭამ კარგი ვინ არ გავასებ ეს მიკროფონი პატკები
შეიძლება ისა ეს თქვენს მიკროფონი გამონებეთ შეიძლება გაატასავებთ და რავი მართლა ჭამის დროს რა უბედურებაა ვიდეოს გადაღება ვერ გავიგეთ ანუ რა ვაფშე ადეკვატურობა შეგრჩათ ვაფშე Crispy მეგობრებო, ლინკი აღწერაშია. ალო, გამარჯობათ, გესმით ჩემი ხმა? დენ ნახოი შენი კამწელი მოყვა. დიდი მადლობა, ესე იგი აი ესეთი მშვენიერი. მადლობთ, ესე იგი მე ზარ წავიკითხე ვიდეოზე მე. იოიოზე რა. ვიღაცა მოთაგავიღა. ანდახარ მინდა უბრალოდ ვიღაც ჩამეხუტოს და მითხრას ვიცი რომ ბევრი რამ გამოიარე, კარგად იქნები, აიყავა და $5 მილიონი. ერთი ეგ მაკლია მეც, ანუ მეტი არაფერი დავს ყველაფერს მივახცე. ჩემმა მეგობარმა ხო იცით რომ მე ბიჭებთან ზმაკაცობ და დამამატა აი მაშინ რა ქვია WhatsApp-ში კი არა მეორე როა რა ქვია ბიჭო Telegram-ში ნუდების და რა მეთქი დამამატე მაინტერესებს მეთქი ეს ქართველი ქალები ეს ფეიქები რომ წერთ რა შრომით მიაღწია შეხახნო რაღა იყოთ ჯგუფში დავემატე და ქართველი გოგოების იმენა ყველაფერი რა ვიცი დასკრინული მაქვს შემიძლია დაგეხმაროთ და თქვენი თავი თუ არის მომწერეთ და გეტყვი ხო და მაგიჩოულოთ ფულს რომ ერთ იმაში ახლა აღარ ვიტყვი 30 ლარს ჯერ რაღა იყო ეს ქალები მწერთ შეშურიანო შებოღმა შემახინჯ ხო რისი უნდა შემშურდეს თქვენი რა ჯგუფია ანახეთ ერთიო ეგრევე კომენტარი იჩითებ ელბა ძალიან სიბრძნეს არ ვჯვავ მაგრამ ვიტყვი ესეთ რაღაცას ვინც მაგაში ფულს იხდით რომ შიშველი ქალის ფოტო ნახოთ ანუ ხართ დებილები და კაროჩე თქვენი ბრალია ვაფშე რა ხო და ეგ ერთი მე აუ მეზიზღები ბაბი რა საქმეა რომ წვერებიან ბიჭებს ხო თოსახოს გავცი ვიცი ეს ტიპი მაგიჟებს კაროჩე იმენა რავი სულ მაგრაღადო ისა მუღამი რომ ტიპს ანუ არ აინტერესებს ისეთ რაღაცას გააძრობს ხოლმე ხარ ანუ ვიღაცა უეჭველი გამოვარდება კომენტარებში და აგინებს რა მაგის გამო იმენა მაგარი ძმა არ აინტერესებს ეგ მაგამდე რომ ვიყანე იყო ჩემი ბრალი მაგალითი ბარუბაში მისე ჩემი ძმანი ეს ოლი ეგო არის თუ დამჭირდა კაროჩე მამა ფლექსის ლაივზე მინდა წასვლა მაგრამ არ მივდივარ არასდროს რა და ვიდეოები რომ ეჩითება, კაროჩე ტიპი არ რეპავს არასდროს, დგას რაღაცე გიჟობებს აკეთებს და მუსიკა არის ჩართული პროსტა. აი ვერე. ჩემი აზრით საუკეთესო რეპერი ახლა საქართველოში მამა ფლექსია. Follow your heart that is your key დაბკოლებას როცა your heart იმას მართავს მე აუ კი აქ 40000 ლაიქი და ვინუს ის კარტა აი ტრეკს რო ჩაწერიცი გულით თუ წერ რა ცუდიც არ უნდა იყოს კარგი მოგეჩვენებ. ნუ ანუ გამოცდილება თუ არ გაქვს. ხო და გამოცდილება გვაკლია აშკარად ამ თემაში. მარიამ ლამაზის შემთხვევაში. ალბათ ლამაზი ვარ, რავი, ეგეთი გვარი არ გამიგი. ყველა რეპოს და მეგობრებო, სხვათა შორის ვფიქრობ რა. ჩემი ტრეკების მოსმენა გინდათ თუ არა, ამ არხზე დავდო თუ არა, იმიტომ რომ მეორე არხი მომიკვდა, იმიტომ რომ სახელი შეუცვალე რატომღაც და მე ისევ შეუცვალე. და ეხლა აღარ ვარდება რა ვიდეოები. თუ ტრეკები, ჩემი ტრეკები ბევრს უნდა, ამ არხზე დავდებ და დაწერეთ კომენტარებში. მე რაც დავამუყამე, ძმაო, აღარაფერი აღარ ტეხავს. ყველა რასაც უნდა იმას რეპავს, რასაც უნდა იმას ლაპარაკობს და მე რა ვიცი. საქართველოში, ევროპაში და მსოფლიოში ჩემ გვარზე უკეთესად ფეხბურთს ვერავინ ამახს. ზედმეტად თავდაჯერებული. ხალხო, ყველაზე მთავარია ზედმეტად თავდაჯერებულები არ იყოთ. ანუ ნაკლებად თავდაჯერებული ხართ არა უშავს. ზედმეტად თავდაჯერებული. თუ ხარ იმენა სასაცილო გახდე. საქართველოში, ევროპაში და მსოფლიოში ჩემ გვარზე უკეთესად ფეხბურთს ვერავინ ამახს. მესი ხარ? რეხვია. საქართველოს რეხვია. ბიჭო, აი მეზიზღება იმენა. ნიხვიაძე. ეს რა ძალიან გემრიელია, ხო ცხარე. მეგობრებო, ძალიან ბევრი გემოთია, კიდევ ერთხელ ვიტყვი. წარე მაგარია ასწორი. მე დაკრავს სიმწარეთ, მოყვება თუ რაღაც. თან ხო განაყრებს იმენ. ანუ საჭმელია რა. ვინ არის ნამდვილი MC რა? ანუ ნამდვილი MC არის ის, ვინც უყვართ ბავშვებსო რა. იმის ლოგიკას ვერ ჩავწვდი ისე. ანუ ნამდვილი MC-ისა, ვინც უყვართ ბავშვებს. ალბათ MC ხო იმაზეა, რომ გულწრფელი უნდა იყოს რა. ბავშვები ხო ამუღამებენ მაგ გულწრფელს და იმას. ვიღაცამ unfollow-ი გაგიკეთა და ახლა გიწევს following-ებს list ჩაუვარო, რომ ეგ ერთი ყლეიბო. მე მაგალითად ვიღაცას რო ვშლი, იმიდანაც ვშლი რა.
რა სტოჩი ხანიო. ანუ იმაზე არ შევაწუხებ, რომ აღმოაჩინოს, რომ თურმე დავაანფოლოვე და მე იმას გააჯვირა. მოგდებს, რომ ისე რომ დაგაფოლო. ეგ ვაფშე იმეა პიზდე. მოღლებდა მთელი ქვეყანას, ამ სიცივეში ზღვაში პატები არიან. აქამზე არის. საღამოა და თვარეა. მე კიდე მარტო ვარ. აი გრუზა ძმა. კაი ადგილას მაინც ხარ ჩემი ესეთი ისინი იყოს. გარეთ რომ გაგახედო შეიძლება თავი გაიტრუ. პაციენტი მოგეწონა მაგრამ მორგში მუშ. ალაკიც უყარ დაბრუნდება. ეუეჭო. ეგ არა დაელოდე და შეხვდები აჯობებდა. გორგზნობენ ბიჭები თავს მას შემდეგ რაც ჯიბეში კასტეტის და დანის გარეშე ვერ გადიან. ანუ ხო ბაზარია ბევრი ტრაკომეტრაკია ალბათ, მაგრამ თემა ისაა რომ თამამადაც ანუ იქნება და არა უტრაკომეტრაკე. დანაუდოს კასტეტი უდევს და აპასნია ტიპი და დაგჭრის და გაგიხეთქავს თავს. ანუ ჩემთან რომ სამი ბიჭი მოვიდა ერთი კასტეტით, ერთი ბითით და ერთი ბაბოჩკა დანით რისი მომასწავლებელია. რომ დაგენძა. უნდა გაიქცე. მე დედა შევიცით. რა ხდება? არაფერი დამელოდებოდი. ტიპებზე შტერი. არაფერი დამელ. წარმომიდგინეთ საბუთები. იცი მე ვინა ვარ? საბუთები ბატონო. ნიკუშავა რა მილახვარი ბიჭო. ოპა. ეს რა სერიალია არ ვიცი. იცანი ახლა? შალვა მილახვარი შვილი ვარ ბიჭო. ეხა შენი სახელი მითხარი დროზე? ჩემი სახელი რაშუაშია ბატონო. ილია გოგიტიცე. ხოდა ჩემო ილია. გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან. რა საჭიროა ესეთი საუბარი ბატონო ნიკა? ეს რა სერიალია, იცი? რა თქვი ბიჭო? შენ მიწვიდავ როგორ ვილაპარაკო? ესე გააჯავ სამსახურიდან. დავай ნახვი ხა აქ დროზე. ოჯახი მყავს ბატონო ნიკა, ოჯახი. გავიგე და ყლეზე მკიდია მეთქი. ეხა ამას კასტეტი და დანა როგორ უნდა გაუყარო ჩემ. ვერ გაიგე? თუ ოჭვალი დედა უნდა მოგიტყნა რომ უკეთ გაიგო ბიჭო. ბატონო ნიკა. ბატონო კი არა. შენ რა ხდება? მიგარი ვაფშე რა არა ხდება. ეს გულავს მენა იმას სახე გააძრო იმან. ეს ვინაო? იმას კარატო უკეთი. რა ხდება მამა? უკაცრავ. ტელეფონი შეყავი. ტელეფონს ის რაღაც. შენი ნომერი არ უწელი. ეგ აკლია სულად ფუნქცია. ვიცოდი რომ ამას ეთყოდა იმენ. ეს ტიპი ახლა ისა ვაფშე TikTok-ზე სტრიმობს და რაღაც ლიაზე ბაზრობს და რაღაც. ადრე იღებდა ესეთ რაღაცებს, რაღაც პრენკებს და რაღაცებს და ეხა ეგეთ რაღაცებს აქვს. და აჰეითებენ სხვათა შორის ძალიან ბევრი რა. და რაზე აჰეითე? შიქხოვარი აქვს. ნუ აჰეითე. ანუ რატომ უნდა დააჰეითო ვერ ხვდები ხოლმე? ცუც არაფერს რო არ აკეთებს ტიპი. ჩემი მშობლების სიხარულისგან გაგიჟდნენ და მამა ჩემი კიდე გამოკლევდა. ანუ მშობლები ცალკე თემაა და აუ იმენაც მაგარი შემეცოდა ეს. ანუ მშობლები გაგიჟდნენ და მამა ჩემი გარი შემეცოდა. არ მეგონა რომ ვინმე აჯობებდა, რო არ მოგატყუო. არ მეგონა რომ ვინმე აჯობებდა, მაგრამ გაეძრო ადამიანი ვინც აჯობა ეთოში. ორივეს ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მადლობა ამისთვის, ჩემი ხმა ვადის მესამარად. განაცვიბაზე, ხო ამას. აი არა უშავს კიდევ ვიტყვი. ჩემი აზრით მოსკამ ზედმეტად ბევრი რეფერენსი გააძრო, მაგრამ ეს რეფერენსი არ უნდა გაეძრო და ესაძლოა მოიგო რა. Middle finger to my haters, are you bitch jealous? Fuck yeah. Been around with that bitch, I didn't need a man to tell him the fuck. In the bills, that's it. I didn't need a man to tell him the fuck. Peppa Pig მანდა უკვე. ეს ნაღდია? ო ნაღდია და. რა ისა აქ შენ? მე რა ვიცი ფსიჩკა. ეხაც უყურე? ეხაც უყურე? ეხაც უყურებს არ უჩერა. იმენა გიჟია. მეგობრებო, უბრალოდ დააკვირდით რა. ფაქტია რომ აქედან ჰორიზონტი არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის მაქვს იმედი რომ ამ წითელი აუ არა როგორ მევასება ეს. ეს ჩაკეტილი რო. ფაქტია რომ აქედან ჰორიზონტი არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის მაქვს იმედი რომ ამ წითელი აივნიდან რომის პაპი გამოვა, სიტყვა-სიტყვის ეს კორპუსი ზუსტად შუაზე გაიხსნება. მარე მოახლოვდება, მდინარეები ადიდდება, ზედასავლეთიდან ამოვა და მთვარე აღმოსავლეთით ჩავა და ეს არის ჩემი ცხოვრების საწინააღმდეგო.
აებზე უბრალოდ დაგვიცა აქტია რომ აქედან მაგრამ აღარ მოწმობს იმედი ამ ტიპის ფანტაზია მომცა ალბათ ბევრად ხალისიანი ვიქნებოდა. ხო ეს პატარა რა წარმოვიდგინე იცი? რა. ჩემთან რო ხარ სახში ლოჯში წამოწოლილი რო ხარ და რაღაცა. ლოჯში რატო წარმოვიდგინე? ოთახები არ გაქვს? შეგადარა ვარი უცებ გეიზია საძინებლისკენ ზიმო. ხო ეს პატარა გავსკროლეთ მე მგონი სულ და ბანძი ვიდეო გამოვიდა მაგარი ხო? არა უშავს. ჩემი Instagram Reels-ები. თავი ედიტია ბაბა. ეხლა ამას დავღერდით და მოვა კაი ვიდეო.